ისა მამისა და ძისა და სულისაცულის გახსოვთ შობისდრობა. ამიტომ განიხარეს მოწაფეთა იხილეს რაუფალი, რადგან უფალი ამბობს რომ მშვიდობა თქვენთან ეს ნიშნავს რომ როცა იგი შედის ადამიანთა შორის მშვიდობა მიაქვს მას და პირველი ნიშანი ღმერთის შენთან მოახლოებისა უმიზეზო სიხარულია, უმიზეზო მიზეზი, რომლის უმიზეზო მიზეზი თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, ღმერთია. ამ უმიზეზო თუ მიზეზიანი სიხარულის ასე ვთქვათ, წყარო და მათში წარმოიშვა ეს სიხარული იხილეს და განიხარეს. და ღვთის ხილვა ყოველთვის სიხარულთან არის დაკავშირებული, მშვიდობასთან არის დაკავშირებული. აუცილებლად ბადებს ადამიანში დიდ ოპტიმიზმს, სასოებას. ამიტომ არის სასოება, გამფრთობილი იმედი, ოპტიმიზმი, გამფრთობილი. ეს არის მეორე საღვთისმეტყველო სათნოება. ერთადერთი დიდი პირველია სათნოება, სასოება, იმედი და მესამე არის საღვთისმეტყველო სათნოების ეს არის სიყვარული. ამიტომ შეებარა მაგ დახვა მიიღეთ სულიწმიდა, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტეა მოწმობს მამაზე და მამა მოწმობს მასზე და სულიწმინდა შეებარა მათ. იქვე არის სულიწმინდაც მისტიკურად ეს საოცარი დოგმატი ცხადდება აქაც სულიწმინდა სამებისა და ეუბნება მათ საოცარ სიტყვებს. უკეთ ვითმე მიუტევნეთ სოდვანი მიეტევნეთ მათ. ხედავთ? უკეთ მიეტევნები შეპრობლიდნენ. იმიტომ არის შემდგომ სოდვათა არ უნდა ვიყოთ ბოღმა, არ უნდა ვიყოთ აუმეხსიერებიანი, არ უნდა ვიყოთ არამპატიებელი. იმიტომ რომ შემდგომ ყოველთვის ღვთაებრივ რეალიასთან ახლოებს ადამიანს, ღვთაებრივ ეგზისტენციასთან ახლოებს მას და ამსგავსებს ღმერთს მადლით. თუ თქვენ შეუნდობთ ზეცათა მამად შეგინდობთ თქვენ და ამიტომ ჩვენ ახსოვთ თანანადები ჩვენი ვითარცა შემდეგ სამწეხო ხო? გახსოვთ. ამიტომ თუ თქვენს მიუტევთ ზეცათა მამად მოგიტევთ, მაგრამ თუ ჩვენ არ მიუტევთ, ჩვენ არ მიუტევთ, მაშინ არ ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის სასოება, რომ მოგვეტევება ჩვენი ცოდვები მარტო ავტონომიურად, ცალკეულად აღებულ ფრაგმენტულად ცხოვრობდე და არ უტევებდე არავის არაფერს და ერთი დიდი ქსოვილის ნაწილად მიგაჩნდეს თავი, თავს თუ მოიტყოებ დროები, თორე შენ ერთი დიდი სასიცოცხლო ორგანიზმის, ერთი დიდი ღვთაებრივი რეალობის ქმნილების, ღვთის მიერ ქმნილი სამყაროს ცოცხალი, ღირსეული და მოქმედი ნაწილი ხარ და არ შეიძლება შენ იყო ანკლავი და შენი კანონებით ცხოვრობდე. ზეცა გეუბნება მიუტევე, მაშინ დამომიტევთ ჩვენ თანამდებობ ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევთ თანამდებობ მათ ჩვენთან. უკეთ ვიეთნები შეიპყრეთ, შეპყრობენ იყვნენ. ანუ ვიცათ, რასაც შეკრავთ, გახსოვთ, იქნება შეკრული ზეცაში. რასაც გახსნით აქ, ეს მოციქულებს ეუბნება, მაგრამ ჩვენს გვეხება ნაწილობა, იქნება ხსნილი ზეცაში. ანუ ჩვენ რო გვინდა გზა გაგვეხსნას, ჩვენც უნდა გავხსნათ გზა სხვას. არ უნდა დავტოვოთ გაუხსნელი, მიუტევებელი, დაბლოკილი კვანძები ჩვენს ცხოვრებაში, არც სულიერ მენტალურ სივრცეში, არც ემოციონალურ სივრცეში და არც ფიზიკურ რეალურია ფიზიკურიც, ემოციონალურიც და სულიერიც. არ უნდა დავტოვოთ არსად შეკრული, დაბლოკილი, დაჭაობებული წყალი, გუბე, სადაც იგი დაობდება, დაჭაობდება და დესტრუქციისა და ინფექციის წყარო გახდება. გახსენი შენი სარქველები სულიერი. ის ხატება მოგეცა იმისაც რომ გახსენი შენი სარქველები, შეისუნთქე ლოცვა, რომ ამოისუნთქო თავისუფლად სიყვარული, სარწმუნოება, სასოება, სიყვარული მესამე საღვთისმეტყველო სათნოება, რათა თავისუფლად იცირკულიროს შენში ღვთაებრივმა მადლმა არ დაიბლოკოს იგი და გახსნილი შენც სხვისთვისაც მიზეზი იყო გახსნილობისა, სულიერი წინსვლისა. შენ იყო ვექტორი ქრისტესაკენ მიმართულების, არა შენი თავი იქადაგო, შენი თავი წარუდგინო, არამედ ქრისტესადმი მიმართული ერთი ვექტორი, საგზაო ნიშანი იყო, რომელიც ერთ თავარ ორიენტირზე, თავარ ობიექტზე, თავარ სულიერ რეალიაზე, თავარ მიუწვდომელ, მაგრამ სარწმუნოებით და სიყვარულით მადლით მისაწვდომ რეალობაზე, ღმერთზე, მამაზე და ძეზე და სულიწმინდაზე მიუთითებს. და ამიტომ თქვა და გახსოვთ თომა მოციქულის სიტყვები, რომ როდესაც იგი გამოთხოვს სულს, რომ შეახოს ხელი ქრისტეს, მართლაც დაუშვებს უფალი ამასაც. დაუშვებს უფალი ამასაც, რომ მან შეახოს ხელი და იხილოს მოყვან თითქმის შენი და იხილოს ხელი ჩემი და მოირი ხელი შენი და დაზდა გვერდსა ჩემსა ნუ იყოფი უწმუნო არამედ რწმენი. ყველას გვეხება ეს.
ნუ ვიყოფით ურწმუნო, არამედ რწმენი და მეცაც ამბობს ქრისტე. მეცაც ამბობს. რამე თუ მიხილე და გწამს, თქვენ ხართ ნეტარი, მაგრამ ამავე დროს ჩვენს გვეხება ეს. მაგრამ ნეტარ არიან, რომელთა არაუხილავდა რწმენა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ არ გვეხება მთლად ეს, რომ არ აგვიხილავს. გვიხილავს ჩვენ, რატომაც არა, ყოველგან ვხედავთ ქრისტეს. ვინ არის, ვისაც ქრისტე არ უნახია? მოყვასში, სამყაროში, კნულში, სადაც არ გაიხედავ თუ კი შენ სარწმუნოებით, სასწაულით და სიყვარულით შეიარაღებული მზერით და სულიერი ოპტიკით იყურები, ყოველგან ქრისტეს დაინახავ. განა ხატებზე ქრისტეს არ ვხედავთ, განა ზიარების დროს ქრისტეს სისხლთა ხორცში მას არ ვხედავთ, განა ყოველ ღვთაებრივ რეალიაში, ყოველ ღვთაებრივ საიდუმლოში, რაც აღესრულება 7 საიდუმლო ავიღოთ, ხო? განა მათში ყველგან ქრისტე არ მოქმედებს. განა მისადმი არ ვაღვლენთ ლოცვებს და უპასუხოთ, რომ არავის არ გტოვებს და გზას გვიხსნის. სული არ ხედავს მას და არც ცნობს, რა თქმა უნდა, ნუ იქნება ცნობს, ხედავს და ამიტომ სულიერი თვალითაც ხედავთ მას და ზოგჯერ ფიზიკური მზერითაც ვიტყოდი მეც, იმიტომ რომ პირველ რიგში ფიზიკური მზერით ხატთა თაყვანისების დოგმატი მეტყველებს ამაზე. ხილულად მოგვეცა საშუალება იმის, რომ ხატებში ვიხილოთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და სისხლსა და ხორცში, რომელიც გარდაქმნილია გულისა და ღვინით გარდაიქმნება ქრისტეს სისხლსა და ხორცსა. ამიტომ ნეტარ ხარ, ჩვენ ყველა ნეტარ ვარ და გვიხაროდეს უნდა. ამიტომ არის სახარება სიხარულთან დაკავშირებული, რომ მიხილეს, გვიხილავს და გვწამს. და ასევე ჩვენ ნეტარი ვართ, იმიტომ რომ თუ არ გვიხილავს და მაინც გვწამს, კიდევ უფრო ნეტარი ვართ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ნეტარი ვართ, რასაც გილოცავ და გახარებ თქვენ და ამგვარზე კიდევ ამას გვახარებს უფალი თავისი ამდგომის დღესასწაულით, რასაც სული, სამშვიდობო და სხეული მთელი ჩვენი არსება მეტაფიზიკურად შეიმეცნებს და შეიგრძნობს, რასაც ყველას გისურვებს. მინდა რომ დაგლოცოთ ყველანი ამ სიკეთეში, ამ სიყვარულში, ამ ზრუნველობაში ღვთისა, რომელიც ზრუნავს ჩვენთვის, ჩვენზე და ჩვენთვის შესწირა თავი, სიყვარულის უზრუნველყოფი გაიგო და სიცოცხლის და სიყვარულის საქმე აღასრულა. ეს დიდი ღვაწლი ღვთისმსაჯულისა იესო ქრისტესი მთელი ჩვენი ცხოვრების მოტივი იყოს, მიზეზი იყოს, სტიმული იყოს იმისა, რომ ვცეთ თაყვანი მამასა და ძესა და წმინდა სულსა ვადიდებდეთ მას ყოველადმე აზგა მარადის და უქმნით იუგისაბზე. ამინ.